იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. დიახ ბატონო მინისტრო, დიახ. რა თქმა უნდა, კი, დღეს მყავს ადამიანი დავარებული, კი, რომელმაც თქვა, რომ ახალი იარაღები გამოიგონა და თავდაცვის კი ახალი საშუალებები, რა თქმა უნდა. კი, დღეს მყავს დავარებული და მოვა და ვნახავთ შეიარაღებას, რა თქმა უნდა, გავაძლიერებთ. კარგით დროებით ნახვამდის. ნება მომენტ შემოვიდე. შემოდი. მაიორო. თავისუფლად. მოკლედ ერთი კაცია მოსული, საშვია გაქვთ დაშვებული მაგაზე, ვასილი. გამოგონებელი. კი ბატონო, იძახსო გამოგონებელი. დაუძახეთ, კი ველოდებოდი, მაგას ველოდები შემოვიდეთ. დიახ, უბრალოდ ერთი პრობლემაა. დედასთან ერთად არის მოსული და დედის გარეშე მე ვერაფერს ვერ გავაკეთებო და დედაზე საშვი არ აგვაქვს დაშვებული. კაი, არ არის პრობლემა, შემოუშვი დედა. ანუ დედამისთან ერთად შემოვიდეთ. კი, დედამისთან ერთად ორივე შემოვიდეთ, თავისუფლად. მობრძანდით, შებრძანდით. გამარჯობა, მობრძანდით. ეს დედა ჩემია, ამან გამომიგონა მე. ჩემთვისაც კარგით, დავბრძანდით თუ შეიძლება, დავბრძანდით, დასაკარგი დრო არა გვაქვს. ჩემი გამოგონებებია, ბატონო გენერალ, სად დავაწყოთ ესენი? მან დადეთ და მე რენელა გამაცანით, კი ბატონო, თქვენი გამოგონებები ყველა? აქ დავაწყო. ხო, რაღაც ნაწილი მაინც. ნერვიულობს ბავშვი მაინც. არა უშავს, იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება. დავბრძანდით და დავიწყოთ რა, იმიტომ რომ დასაკარგი დრო არა გვაქვს ბევრი და დავიწყოთ თუ შეიძლება რა. დაბრძანეთ? დასაკარგი დრო არა გვაქვს. დასაკარგი დრო, დედა ჩაიწერე. დასაკარგი დროის აპარატი. ჩუმა. ანუ ბევრი დრო ვისაც ექნება, აპარატს გამოვიგონებ და დროს დააკარგვინებს. მამა, ვიძახი, შვილო. აი ესე ვერ გაიგებდი. ვიძახი, ჩუმად. დიახ, რა გჭირდება თქვენ რა? დაფა მჭირდება, რომ დაფაზე წარმოგიდგონ ჩემი ნამუშევრები. ჩავიწერო მაინც. ჩაიწერდე. მადლობა სერჟანტო. დიახ, რო დავიწყოთ და რომ აჩვენოთ რა. დიახ, ახლა წარმოგიდგენთ, ანუ ჩემი გამოგონებებიდან ერთ-ერთ გამოგონებას წარმოგიდგენთ, რომ თავდაცვის სამინისტრო გახდეს უფრო ეფექტური. წყნარად შვიდად. ხო, ხომ ვერ ვიგებ. არა, წყნარად შვიდად, კარგად მივდივართ. მოусმინეთ რა ყურადღებით. აი ახლა განახებთ ესეთი, აი წარმოვიდგინეთ ესეთი, ესეთი ავტომატი. ესეთი ავტომატია. AK-47-ია, ხო? დიახ, AK-47. თქვენ საიდან იცით? AK? უკაცრავად, ბატონო ვასილ. ხო, მაგრამ ეგ ხო უკვე გამოიგონა მიხეილ კალაშნიკოვმა. არა, მიხეილ კალაშნიკოვმა რომ გამოიგონა, ის არის მომაკვდინებელი. ეს არის გამაფრთხილებელი, ჩემი გამაფრთხილებელი. ხო, რას ნიშნავს გამაფრთხილებელი? ანუ ქაღალდის ტყუებს ისვრის და გაფრთხილებს, ანუ ქაღალდს რო გამოისვრის, იქ არის წარწერა რომ პირადი ყავი შეიძლება. მეორე დეგეთ რაღაც არ გაბედო. არის მაგალითად ნახატებს ისვრის, მაგალითად შეუძლია გამოისროს ნახატი და მტერს აი აჩვენოს მაგალითად ეს. გააღიზიანოს მტერი. ეს სხვანაირი არის, მიხვდით ის სხვა არის, თქვენ რომელსაც გულისხმობთ ეს სხვა არის. ეს არის სხვა, ანუ ის რამდენ მეტრზე? ეს მაქსიმუმ 3-4. 3-4 კილომეტრი კარგია. არა, კილომეტრია 3 სანტიმეტრი. 3-4 სანტიმეტრზე ისვრის. ჩვენ შეგვიძლია მუყაოს ქაღალდები ჩავდოთ შიგნით და 4-3-4 მეტრით გაიზრდება შიგნით. მუყაოს უბრალოდ გასაგებია ისა. სერჟანტო, მოდი აქ. დიახ. ხო. ეს გამოგონებელია თუ არ ვიცი, საბუთებში ეწერა გამოგონებელი, ვასილ გამოგონებელი. კი, კარგით, შემდეგი ხა დააკვირდით რა, ხატვითაც როგორ კარგად ხატავს ბავშვი თვითონ. დიახ, ალბათო, დიახ. კარგი, კიდე რა გაქვთ, როგორ ჩვენო? კარგად მივდივართ, ვასიკო, მიდი შვილო. მე ასე მთვარე მაქვს გამოგონებული თუ გინდათ, არის მაგალითად ხო არის სავსე მთვარე. სავსე მთვარი არის. არის ნახევარ მთვარე და ჩემი არის პატარა მეოთხედი, აი ესეთი პატარა მთვარია, რომ ჩაბნელდება და მტერი ვერ დაგინახავთ და გაანადგურებთ მთლიანად. სანამ შეიარაღებაზე რო გავიგეთ. შეიარაღება, ესე შეიარაღება. თავდაცვის სისტემა, კი ბატონო, კიდე იარაღზე იმაზე რომ იარაღი ეხლა ჩავხედავ. აი ეხლა ჩავხედავ. მაქვს უპილოტო საფრენი აპარატები. ხო, ეგ. უპილოტო ძალიან საინტერესო. უპილოტო საფრენი აპარატები მაქვს და ეს შეუძლია ძალიან მარტივად შეიძლება ავაწყო რა, ისეთია რა. ნერვიულობს ეხლა ბავშვი თორე ისე. თუ შეიძლება რომ უხილავია.
უხილავია. ანუ ინფორმაციას მიაწვდის ვისაც. კი, რა თქმა უნდა, კი, ინფორმაციასაც მიაწვდის, უხილავია. გვერდზე ბატალიონს რო გაუგზავნოთ ეგ რამე მესეჯი. არ ვიცი, აბა მაჩვენეთ, კი ბატონო, შეგვიძლია ახლა ჩვენ მაგალითად გვერდზე ბატალიონს რო გაუგზავნო, რომ ჯარი მზადყოფნაში ყავდეთ. კი, რა თქმა უნდა, კი. ეხლა გავაგზავნოთ, აბა თუ შეიძლება. დედი იქით რო გადაზე მოდი შეიძლება. დედიკო, მოდი შვილო, მოდი. ეხლავე ფურცელი შეიძლება რომ მომაწოდო? კი, კი, კი. აი, კი ბატონო. აი, ფურცელი, ესე იგი, მითხარით აბა რა ინფორმაცია გინდათ რომ საბრძოლო მზადყოფნაში ყავდეთ ჯარი. საბრძოლო მზადყოფნაში გყავდეთ ჯარიო. ჯი როგორ იწერება თუ ჭი არა და მეორე. ჯოხი დედა ის ვერ ემახამე, მაგრამ ჯარი ეხლავე გინაცვალოს დედა. ეხლავე. საიდარას ფიქრობს. ეხლავე არიჩქარო. არა, ამას ჭიშკარი არ უყვარს და ეს თუ ზუსტად არ გაკეცე, შორტს კი ვერ გაფრინდება და აი, ეხლა უყურებთ. ისა დააგვირდით. უკაცრავ. ეს ბოდიში დააგვირდით. ქაღალდის თვითნავია თუ უპილოტო საფრენი აპარატი? თავარია, ყველაფერია ეს. ანუ პილოტია. პილოტი არ ყავს ამას, არა, ის არის, უპილოტოა. კარგი, აქეთ არის ბატალიონი, აი. აი, ბატალიონი, უყურეთ. დე. ხო. მიდი დედა. აი, შეხედეთ, უკვე მიდანა ინფორმაცია. პილოტიც ეყოლება, ხო თუ პილოტი თუ ის მოგინდება არის. პილოტი ის კი, არის. მივიდა, დანიშნულების ადგილზე მივიდა, ხო? კი. დიახ. სერჟანტო, მოდი. დიახ, აიო. ყოფილები არიან ო, დედა, აბა რა, დედა. ჩვენ ზემოდან ხო არ გვეკაიფება ვინმე თუ ვინ არის ეს არ ვიცი რა, არ ვიცი. ვაცადოთ, მოდი იქნებ რაღაცა. აჰა. ვასილო, მოდი. ის უთხარია მათ სასისკების იდეა რო გაქვს. ხო. აი ეგ ბოლოსთვის რო ქონდა შემონახული, აი ახლა დაცხე. მე მაქვს კიდე სოსისების იდეა. აჰა. მტერს მთელი მტერი გამოვა, ესე იგი დეგრადირებული იქნება და დეორგანიზებული ბრძოლის ველზე. გასტრონომიული რაღაც. დიახ. იდეა ბაგის არა, არანაირი მოწამლა და ეგეთი რაღაც. არა გასტროენტერი, არანაირი საწამლავის არ არის. სოსისები არის ჩაოლებრივად, ეხავე დაგიხატავთ სოსისებს. აი ესეთი სოსისები იქნება, აი ესეთი სოსისები. ეს ჩვენ შეგვიძლია ყუთში ჩავდოთ, აი ესეთი ყუთი მოვიფიქრე. შეგვიძლია ყუთენ ამოვიღოთ, ანუ ამოვიღებთ ყუთიდან, ყუთი აღარ არის, აი ეს. ფუნქცია რა აქვს, ანუ ფუნქცია არის როგორ იცით? დააცადეთ. ხო, დედა, ისა რა, ნერვიზედაც. არა, გისმენთ. სოსისები არის ესენი რა, აი კაცურა სოსისები როგორც არის და მტერი როგორც კი მოხარშავს ამას და აი ეს რომ გაატკაცურებს ფეთქდება. ანუ კაცურა სოსისები. ისა ხო, ჩვენ ამას თუ მდოქს დაუმატებთ, გამწარდებიან, ჯერ გამწარდებიან, მე აფეთქდებიან. მომისმინე შვილო, ოღონდ იცი რომელი მდოგვის, აი გუდრონი როა, მდოგვის შეფუთვა როა ხო, მდოგვის მაგივრად გუდრონი რო იყოს, სქელი გუდრონი. სქელი გუდრონი იყოს და ამასო ჩამოს და პირიც არა, ქართულები ვართ ჩვენ ამაზე, ეს ამაზე ნამუშევრები ვართ, შვილო, ამას ჰარი ჰარალოზე კი არ ხო, გენაცვალეთ. ესე იგი, თხაცუნა სოსისიც კი ბატონო. და გუდრონი. ზოგადად კარგია. თავდაცვის საშუალებები კიდე თუ გაქვთ რამე ისეთი, აი მაგალითად თავდაცვის საშუალება რო გავაკეთოთ. კონტრაცეფციებს გულისხმობთ? არა. ბატონო, არა, საბრძოლო თავდაცვის საშუალება. აი ჟილეტი მაგალითად ბრონიჟილეტი გვაქვს. ბრონიჟილეტის მსგავსი არის, ჩემი მოფიქრებულია, ოღონდ ქონიჟილეტი. ქონიჟილეტი. ანუ თავიდან ბევრს საჭმევს ძალიან ჯარისკაცებს, სუქდებიან, ეს ცხიმი ხო მოედება და რო ეს რისხვი აღარ გადის, ანუ ის ცხიმი იკავებს. გასაგებია, მაგრამ ეხა ხო დავიღლები ვერ გავიქცევია რა, ანუ რანაირად. მე კაი მორჩავ ბრძოლა ომი და მე რა ვშვები იმ სუქან ჯარისკაცებს. მე ბარიატრია. ბარიატრიას გავუკეთებ და დამთავრდება ამიტომ. იცით რა არის? არაცდით რა, აი ბავშვს უნდა რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია და არაწუდით ეხლა ამხელა რაღაცა ჩამოაყალიბა რა. კიდე თუ გაქვთ რამე? გუმბათი. რა გუმბათი? რკინის გუმბათი. რკინის გუმბათი. ისრაელს რო აქვს თავდაცვის რკინის გუმბათი. ეგეთი გაქვთ მოფიქრებული? ეგეთი მაქვს მოფიქრებული, ოღონდ ჩემი რკინის არ არის. აბა, გიფსოკარდონია. ხო, მაგრამ რო გაწვიმდეს, ანუ მწვანე გიფსოკარდონით არის, რომ ერთ გამძლე და ხო. მწვანე გიფსოკარდონით. გენაცვალოს დედაშვილო. აი, ბავშვი 3 წუთია, რაც აქ არის და უკვე გენიოსობა გადააგდოთ. ხედავთ ფეთს როგორ აი გიფსოკარდონი. დაწერეთ, დიახ, დაწერეთ არ დაგვაუწყდეს. დაწერე დედიკო, მიაქცევ კიდე ცალ. კიდე მე რა მაინტერესებს, თქვენ დრონების რამე ახალი ვერსია ხომ არ გაქვთ? დრონების ახალი ვერსია მაქვს, უხილავი დრონები. საერთოდ არ ჩანს. ანუ თვითონ დრონის შევქმენი, მაგრამ ჯერ ვერ გავაქრე რა, მუშაობ ამაზე. ანუ ეგ ისედაც არის დრონი, რომელიც ჩანს ჩვეულებრივად. ხო და ეხლა მე უნდა ჩანს, მაგრამ მე უნდა გავაქრო, ამაზე მუშაობ. გასაგებია. ხტები? ანუ დრონი არის,
მოფიქრებული არის დრონი, აი დრონი არის მოფიქრებული, აგერ არის დრონი, ხო? ეხლა მე ვმუშაობ რომ ეს არ ჩანდეს. ცოტა მეტი დრო უნდა გაქრობას, ხალხო, ესე მარტივი არ არის, თქვენ როგორც უდგები, თქვენ რაღაცებს მარტივად უდგები. გასაგებია. გამები არ აძინავს ბავშვს რომ ეს გააქროს, ერთად ვაქრობთ. ხო. გააგრძელე დედა, გააგრძელე შვილო. კიდე რავი, თუ შეგიძლიათ რამე თორე ბევრი დრო არ აქვს რა და თუ შეგიძლიათ რამე რომ შემოგთავაზოთ ისეთი გამოგონება თუ გაქვთ რამე ორიგინალი. მაგალითად ჩვენ გვაქვს სასიკვდილო იარაღი მაქვს ერთი მოფიქრებული. ხო, ნახე, ამას ანუ ყველა იარაღი მინდა რომ ნელა მიყევი და გაშალე შვილო თემა. ესე იგი გაწვრთნილი ბეღურები. გაწვრთნილი ბეღურები. გაწვრთნილი ბეღურები, ანუ ბეღურას, ჩვეულებრივ ბეღურას, აი ბეღურას, ჩვეულებრივი ბეღურა არის. აი ესე ბეღურა. დიახ. აი ესე ბეღურა. ეგ არის ბეღურა, კი, გაწვრთნილი. ბეღურას უნერგავთ ხელოვნურ ინტელექტს. ოჰო. ანუ აქ არის ინტელექტი. მედავთ. საინტერესოა. ეს შემეშალა ინტელექტი ესე არის. ეგ ფიქრი, ხო? კი, 1000 რამეზე რო ფიქრობს გონება. ალბათ შეიძლება ვაცადეთ. დიახ. ინტელექტი ხელოვნურ ბეღურას უნერგავთ ინტელექტს. მე ვეუბნებით ხელოვნურ ბეღურას, ხო? ბეღურას ვეუბნებით რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება ხა ტანზე მიიბი, მიიფრინდი მტერთან და აფეთქდი. GPS-ს ექნება ალბათ. რა თქმა უნდა, GPS-ში შიგნით GPS-ი ექნება. გამოვიცანე. ენერგია. აი შვილო, უკვე 5 წუთია რაც აქ არის და კიდე აჰა. გადაგდოთ თვითონ ბავშვმა ამის ინტელექტი. ანუ მიუთითებს და იქ ჩამოაგდებს. მიუთითებ და პირდაპირ ეს ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ რა არის იცი რომ ეს ხელოვნური ინტელექტი რო ჩაუნერგეთ ხო ძალიან ჭკვიანები გახდნენ და უარზი არიან ვერ მივიბავთო ჯერ რომ მაგ ბომბებსო ჯერ ვერ მივიბავთო და იქ ცოტა რაღაც ინტელექტსო ცოტა უნდა დავაკრო. არა დალაპარაკების ამბავიც არის მათ ბეღურებთან ახლა რა საერთოდ გამონახვა ახლა ეგრე არ არის. არა, ძალიან საინტერესოა. რა ვიცი. გაიხარ, გილოცავ დედიკო. კიდე ერთი სუპერ შეერაღება მაქვს ესეთი, ანუ კამიკაძე დედა. კამიკაძე დედა? კამიკაძე დედა, დიახ, კამიკაძე დედა, ძღვენი ეს გამოგონება. ანუ მარტო დედა ხო სხვა დედა? არა, ეს შეურაცხყოფა მომაკენეთ, ეხლა მე თქვენ შეურაცხყოფა მომაკენეთ. არა, თამამად. დადი ეხლა დროზე გაეთრია შეარა კაცო გაეთრია აქედან თორე ჩაგაგდებ ციხეში შეუნამუსო და დროზე გაეთრია აქედან. რავი, მეტი რა. რაო ბიჭო? გაეთრია ეხლა აქედან მეტი. რაო ბიჭო? ვიშვიზე თქვი, შე გათახსირებულო, შე ახვალო, შე ჩემ გაზდილ შვიზე თქვი ეგ, ყელს გამოგღადრი იცოდე. შეკჭამ. კაი, შეო, სერჟანტო, ლომივარ, ბიჭო. ვიშვიზე თქვი ეგ, შე მათხოვარ. გამოდი გარე. კაი არაღია, შეო. კაი. შეო, დედა. შეო, კაი არაღია. აქ არის კიდე ხედავ წაწერი, წყევლას იწყებს ეგრევე. შე არ გასახარებელო შენ. აი, გასაგებია. შენ ამოწყდი შენ ვიშვის შეეხეთ გამაგებინე. მან დავალაპარაკე დედა შენი ერთი. ვინ გაგზარდა? ეს პრომკა ჩავარდა რა ვიცი დედა რა. არა რა გეხოცები, კაი, შო, თუ შეიძლება გეყოთ რა, აღარა მაქვს თქვენი ნერვები და თუ შეიძლება რომ დავგტოვოთ რა და გამანებეთ. თავი დიდი მადლობა, ნახე თქვენი გამოგონებები, მაგრამ ამჭირდება არც ერთ, თუ შეიძლება რომ ნაშრომი არის, მაგრამ ვერ გავიგებ. ბეღურა არ მოგეწონა. რა ბეღურა, ალბათო, არც ბეღურა და არც კამიკაძე დედა მიბძანით რა. პატარა მთვარი არ მოგეწონა შვილო? აი, გთხოვდა, არა გვაქვს ეხა მაგდობი ხარა, რამე მნიშვნელოვანი გაქვს, გითხარი თუ არა და დავგტოვოთ. არც ბრონი ჟილეტი, ის ბავშვმა რამდენი ვიმუშავე. არ მინდა ცხიმი ჟილეტი მაქვს ისედაც და არ მჭირდება არა. სერჟანტო, თუ შეიძლება დაატოვებინე. მაშინ მომაკვდინებელი სუპერი იარაღი. რა სუპერი იარაღი, ეხა არ მინდა გეხვეწები, თუ შეიძლება რომ დატოვოთ. წვიები მომიხიე დედა. 1 წუთი დედიკო. გამოვივლე პირში. და ეხლა რა ის არის? 2 1 აუ, გეხვეწები, მოდი. დედაბალი მომაწოდე დედა. აბა დედიკო. მიდი. გამზადე წვიები დედა. აქედან მოგაწვდი დედიკო. გამზადე დედა, გვიტევს დედა. მიდი ახლა. დაუნერცხე დედა. მიდი შვილო. აუ, გამიწედა, იარაღმა გამიწედა. მიდი შვილო. ოპა, ჩაუწე. გასული. გამოდი. მიდი შვილო. 1 წუთი, ხელი. ხელიკა გამოდი. ხელი გაუშვი. კოსტა, გამოუშვი ელექტროტანკი, კოსტა. თქვენ დაამპლებო თქვენად. კოსტა, ელექტროტანკი გამოუშვი. მობძანეთ რა. წაუშალე, აი ეს რომ მერი არ იმასაკნან. ესე იგი ეს საბუთები, ესე იგი გადავაგზავნოთ და
გამარჯობა. მე სწორად მოვედი გასაუბრებასთან დაკავშირებით ვარ. რა გასაუბრება? რავი, ვაკანსია. კი, მობრძანდი, ვაკანსია თქვა, დიახ. დავბრძანდით, ხალბატონო, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ოფისში, დიახ, დავბრძანდით. სასიამოვნოა. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, ძალიან კარგი. ესე იგი, ვაკანსიის თაობაზე გამიხარდა რომ მოხვედით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სამსახურში ხა აქ თუ გადაწყვეტ, აი შევხედოთ ახლა როგორ იქნება ყველაფერი. პირველ რიგში დრო გექნებათ, ანუ საკუთარ თავზე მორგებული დრო იქნება აქ ჩვენთან. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სამსახური, მაგალითად თქვენი საქმე რაც გექნებათ 20 წუთში დამთავრდეთ, წახვიდეთ, შეგიძლიათ ნელა იმუშაოთ და რავი, როცა გინდათ, მაშინ მორჩეთ, წახვიდეთ. ანუ ეს იცით რაღაც სამსახური კი არ არის, ეს არის აქ უფრო დიდი ოჯახი, ანუ აქ ჩვენ ვართ როგორც ყველა ოჯახის წევრები და თანამშრომლები, აი გამიხარდა ძალიან რომ ესე მოხვედით კი ბატონო. ძალიან სასიამოვნოა. მეც მიხარია. ანუ ხელფასი რამდენია რომ? პირველი ხელფასი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მერიდებოდა, მაგრამ ხელფასი გექნებათ თავიდან პირველი 2 თვეში ხელფასი გექნებათ 1200 ლარი, მაგრამ ანუ 2 თვეში ეს ხელფასი გაიზრდება პირობას გაზრდით და რა თქმა უნდა თქვენ ნაკის მოვალეობას თუ თავს გაართმევთ კარგად, ის კიდევ გაიზრდება ეს ხელფასი ყოველთვიურად, რა თქმა უნდა, მატება გექნებათ. შაბათ-კვირას დასვენების დღეები, რა თქმა უნდა, შვებულება მინიმუმ 2 თვიანი გენაცვალე. რავი, ყველანაირად გიწყობთ ჩვენ ხელს, რომ არ ყოფდებით თავი ისე იგზოთ, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ დაგჯერეთ საკუთარ სახლზე მეტად ეს უფრო მოგეწონებათ, აი. ერთი წელი ეხლა დავიწყე. მოდი გიო, ეს გიოგიერა ბიჭო, შენ კაცი ხარ ბიჭო, შენ ადამიანი ქვია, საერთოდ რა ჯიშის ხარ, უფროსი კი არა, შენ ხარ პირუტყვი ბიჭო, არა, გასავლელია სადაც კი ნაიყავი, 6 თვეა, დღესაც არ არის ხო ხელფასები? კაი ბიჭო. 6 თვეა ხელფასი არ ამიღია რა, ეს საერთოდ სამსახური არის, რა არის ეს? აი, გამარჯობა ხალბატონო, ერთხელ 2 ფურცლის ამობეჭდა და ამავიწყდა და ფეხში დავჭრა ამნაპო ამან. ეს ვინ არის კაცო? მე ამ სამსახურში შემდათავად, ვინც გაჭერდეს იმის დედას მე. ჩემი დამადობით და კიდევ ვინც მოვა, აწინე დაიწყებ შე. ფუშენაპო კაცო, შე. ბოდიში, მაგრამ ეხლა მე შემაგინა? არა, გეხვეწებით, არ შეიმჩნევთ ეს ესე ემართება ხოლმე, ესე იგინება, ილანძღება, წავა და მე ისე ბრუნდება, ოღონდ ეხლა შეიძლება ნაჭამია და მაგიტოა ეს გაიგე, ეხლა მოშივდება და სულ ახალში ისე მოგვიდა. აი მე ვერ მივხვდი, მოშივდება. ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ცოტა. ხო და ჩვენ მაინც ვეხმარებით, ვამუშავებთ, გვინდა რომ აი ესეთი ამ ფორმით დაუდგეთ გვერდით და გაიხარეთ, რა კარგი ადამიანი ხართ, გაიხარეთ თქვენ. ინემო. მაგარი კაცი. ვიქტორიჩი იქნება რომ გადაგაღუნა რაღაცას თავზე, შეახავარო კაცო შენ. ეს კაცი. 6 თვე ბიჭო ხელფასს ანაირად არ მიხდი, ბიჭო ყველაფერს ვაკეთებ, სამსახურში ყველაფერს ვაკეთებ ხალბატონო. ამ საქმეს ხო ვაკეთებ? სპაკლავ, მალიარკას მე ვაკეთებ, შეხებვა, გაჯი, ცემენტი, რა ვიცი და ამნაბო ეს ყველაფერი უარი კმარა, სოფელში გამაგზავნა, თავისთან შეშას მათ შეხიებს. დაგაკვირდები 3 თვე. აგერ დამაკვირდები. აი რატო? შეახვარო კაცო შენ. შემისურა დააკვირდე ბიჭო. კარგი, ცოტა კორექტულად. ხელი გაწეთო, გაგცხება. აი ესეთი უცნაური. ცოტა კორექტულად რა, მე ხალი ვინ არის ვარ. ახალი თანამშრომელი უნდა იყოს. რა, წადი, გაიქეცი, ადექი, მოდი, წადი. აი, რა მოგიწევს? ახალი თანამშრომელია, ხო და აქ ყავს, ხო? რა გითხრა, ხელფას მოგიმატებო, თუ რა გითხრა? მოგიმატებო ხელფასო, ხო? მე რო გავალახა მყუნის დედა ხო უთხარ. შენ ბიჭო, რა დღეში? არა დღეში ვარ, ბიჭო, კიდევ მობიერად გექცევი, ბიჭო. ვიქტორი მაგარი კაცი ეს. ვიქტორი შეგავა გადაგაღუნა ამას თავი. წადი გოგო, შენ გაიქეცი კიდე. არაფერი. მოხედა მე შეგარეთ ხო გამოხვალ დღეს. მიდი ვიქტორი, ესე ხუმრობს ხო ეს. ჩვენ ვართ ერთი ოჯახის წევრები. გამიგეთ ხა აქ იცი როგორ რაღაც ან ყოველთვის მეტს მოვითხოვთ ერთმანეთისგან გამიგე რაც ხშირად უკმაყოფილებას იწვევს ხოლმე, მაგრამ ანუ ეს არ შეშინდეთ, არ იმას და არ მიაქცევთ ყურადღება. არა, არ მეშინია. ვიქტორი ეს სოფელში ერთი სოფლიდან ვართ მე და ეს და იქ ხა ოჯახის წევრები და ბოდიში, მაგრამ ამდენი უკმაყოფილო თანამშრომელი ვიყავთ, მე სად უნდა მიყვანოთ? ამათ ეძახით უკმაყოფილო თანამშრომელს, არ წვენიათ, კარგით რა. როგორ გიგადებ ეს არის უკმაყოფილო თანამშრომელი? არა, ეხლა მეუბნებით, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, ხალბატონო, ოჯახის წევრები, ხო ხვდებით ხანდახან როგორ ჭყვევენ ერთმანეთთან. ეხლა ის მოითხოვს ჩვენგან მეტი უნდა გამიგე, მე რო გავცე. მეც იმისგან მეც მოითხოვ და ეს ხანდახან ესე უთანხმოება, თორე რასა ვიქტორიჩა ამ ხელზე გაზდილია რა. ერთად თელის ოჯახი სუყელა ერთად მოვდივართ, ხალბატონო. როგორ გეკადრებათ თქვენ მაგაზე ესეთ პროვოკაციებს არ აყვეთ. ეს არის კარგით. ვაიმე, კარგად იყავი. მე წავედი. შე ახვარო კაცო შე. ვაიმე, გაიგე რასაც გეუბნები.
გეუბნები? კი, ეს არა, ცოლია ჩემი ეს და რა ბიჭო? რაღაცა ვაწყენინე და ის რა თქვა ეხლა მან? გამეორებინე რა თქვა ეხლა მან? ეხლა ვარ ცოლი? ეხლა ვარ ჩათლახო კაცო შენი ცოლი რა? 3 წელია პირდები ცოლად მოგიყვანო. მორჩა. უშენო ბიჭო. შენ რა იზა ვიცი? ეს აფერისტი ნაგავი ეს. 3 წელია ცოლად მოვყავარ. აფერისტია. არც ფულს არ მიხდის. შეგეუბნები. რა არის? არაფერი. რა არის? არაფერი. რა არის? დეგენერატი ეს. აი ესეც მიდის სამსახურში. აფერისტი, მე მივდივარ აქედან. გასაგებია? ხმა აღარ გავიგო შენი. ესეც რატომ მიდის? არა, იცით რა, ჩვენ ხო ვეხმარებით ეს ადამიანებს, რომ მარტივად თავის ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. არა, რა თქვა? არა. რა თქვა ფსიქოლოგიური პრობლემები? არა. როგორი არის? მე მაქვს ბიჭო ფსიქოლოგიური. არა, დაჯექი. ბიჭო, მე მაქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, შეაფერისტო. რატო ვინახარ, თქვენ ვიხართ? ის არის. ახალი თანა, ამასაც ატყუებ, ხო? ამასაც, რაო, რამდენი გექნებაო ხელფასიო? აფერისტი, ბიჭო, ეს აფერისტი. ეს აფერისტი მათხოვარი ეს. სულ ეს ემპირდებოდა რაღაცეებს. აქ ვიქნები, ფეხს არ მოვიცვლი აქედან. აი ესე. აბიჯო ადამიანი. აბიჯო კაც. შემოვიდა და ამიტომა მადლობის წერილი რომ დიდი მადლობა რომ ასეთი დირექტორი ყავს. შენ გენაცვალე. ეხა ამას არ უნდა მოუმატო, ხელფასი უნდა მოუმატო. კი ბატონო, იკივრეთ და იწილეთ თქვენ. რა კაი დირექტორი ხარო, შეხედე, აი რავი, ქალბატონო, ანუ რა თქვა? რატო შემოვიდაო ეს ბიჭი, რა თქვა? ქალბატონო, რატო ექცევით ამ კაცს? ესე ძალიან კაი კაცია, სამადლობელო წერილი დაუწერეს ეხლა. ვინ დაუწერას? ამან? ხო. რას ლაპარაკო, მაჩვენი. ეს ბიჭი იცი ვინ არის გოგონა? ეს არის ჩვენი ყოფილი თანამშრომელი. განცხადება დაწერა წასulis თაობაზე. და ხმას რატო ვერ იღებს, იცი? რატო? ერთხელ მოვიდა ხელფასის მომატებაზე და ამ ნაბი ენა ამოაგლიჯა. არ იყო ბიჭო ეგრე, არ იყო ბიჭო. არ იყო შეახვა რომ მორჩა მივდივარ. ადექი წამოდი შენც. ადექი წამოდი. ამოდი. შენ იდიოტო შენ გიტირებ ყოფას, გარეთ გელოდები. არ შეგეშინდე, ცოტა ფსიქიკურ პრობლემებია გამიგე და უბრალოდ ეხა ადამიანი მაინც რაც არ უნდა ჩვენ ვეხმარებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი. ყველა ესეთი მუშაობს რა. ამას არ შეიმჩნევ, წენა ხო გითხარით ეს ფსიქო. გამარჯობა. რაო, გიო, ყველაფერი კარგი. მოვედი უფროსო. შენ ხო წახვედი კაცო. წავედი, მაგრამ მოვედი. ძალიან კარგი თუ მოხვედი. კი, ესე იგი მოხვედი. ანუ მოვედი იმის გამო რომ წეღან დამავიწყდა რომ დედის დაგახურო თავზე და წავიდა ისე. ბიჭო ნერვებმა ამამაცხა, რო გავედი და გამახსენდა, ხელფასი არ ამიღია. გვამონავებ სტეპლერი დამჭრა. ხალხი აღარვათ გარეთ ამასთან მალე დაამთავრეთ. გარეთ გამოეტრიეთ ვეი. ნაფო ბიჭო ესო ვინ არის? არა და რა კაი ბიჭია ფიზიკურად და ჩვენ ვეხმარებით, თორე როგორ გაუტია ხო? სულ მარტო იქნებოდა. არ შეიმჩნიოთ, დიახ, აი დავთხოვ როგორ აი ჩვენ პირველ დღეს რომ მოვიდა გული დაგვეწვა ესეთ ფსიქიკური პრობლემებს უთუაჭრილი და აშლილი იყო, მაგრამ ჩვენ დავასაქმეთ და რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს ყავა, ჩაი, რამე ხომ არ გნებათ რა. არა, არ შეწუხდეთ, თქვენ ძალიან კარგი ადამიანი ხართ. თქვენ უკეთესი, აი გაიხარეთ, უგმესი მადლობა, ეს უბრალოდ კიდე ერთხელ ბოდის მოგიხდით. არა, რა სამბო. ესეთი ისა, უბრალოდ ეს არის ერთი ოჯახი. თქვენ ხართ გმირი, რომ აი ასეთი ადამიანები ატყავთ სამსახურში და ეხმარებით. გაიღაი თქვენ სულ ყველას რო გაიცნოთ მე. დიახ. იცი რა მაინტერესებს, ეს ყავა, ჩაი ალბათ უფასოა სამსახურში. ყავა, ჩაი კი, ჩვენთან ყოველთვის უფასოა, რეგრიგობით მოგაქვთ თანამშრომლებს და ყველა შეუძლია ისარგებლოს. სხვათა შორის ხვალი და უკვე თქვენი ჯერია, ხო, თქვენი რიგი მოდის ყავაზე და ჩაიზე. ხვალიდან თუ შემდეგი კვირიდან? ანუ შემდეგი კვირა არა, შემდეგი მთელი წელი, ანუ თქვენ უნდა მოვიდეთ, ანუ ჩვენთან ერთ წლობით არის, გაიგე, ანუ შემდეგი მთელი წელი თქვენ მოვიდეთ ყავას, ჩაის და იმას შაქარს. ერთი წელი? კი, ერთი წელი და თანამშრომლების ანუ უფასო იქნება, ცხები მივირთმევთ, ანუ ერთი წელი ახლა თქვენ მოვიდეთ. ძალიან კაი გათვლა ისე. აი, ესე იგი, ეს გავაფორმეთ, ნუ მოკლედ, ესეთი პირობები გვაქვს. ქალბატონო, თქვენი სახელი როგორ მოგმართოთ რო? ციური. კი, ქალბატონო ციური, მოკლედ ესეთი, ანუ მე გითხარით, პირობები ყველაფერი აგიხსენეთ, ანუ გრაფიკი თქვენზე მორგებული, რა თქმა უნდა, შვებულება როცა თქვენ კიდა, ხელფასი პირველი ორი თვე 1200 და მერე იმატებს ეტაპობრივად და რა ვიცი, აი ყველაფერს თავა ეს თანამშრომელი ხარ. ეს არის როგორც კიდევ ოჯახი და არ მელაპარაკოთ, გავიგე ყველაფერი. ესე იგი თან ანუ თქვენც რა, ჩვენ გვინდა რომ
ვითანამშრომლობთ. კი, მე თანახმა ვარ. მე ძალიან კარგი, ესე იგი, აი აქ მომიწერეთ ხელი მაშინ რომ ეს რამდენ წლიანი კონტრაქტია? აი, 3 წლიანი კონტრაქტი. ძალიან კაი. ხაი, მან მოაწერეთ ხელი? ძალიან კარგი. გაიხარეთ. აქ მოაწეროთ, აქ ჩემი, ესე იგი, მე როგორც კომპანიის დაფუძნებელი ესე. აქაც მოაწეროთ. всё. ესე იგი, სამსახურში აყვანილი ხარ, ძალიან კარგი. კარგით, ადექით ახლა ფერხს და გამომყევით. დიახ, წამოდით. ესე იგი, როგორც ოფისის მენეჯერი, თქვენ ხო იმაზე, დიახ, ხა ეს მოდით, ეს აიღეთ. მოგძანით? რა? აი, სოცხი დაქანდაზე აიღეთ და წამომყევით. დიახ, თქვენი ოფისი გაჩვენეთ და დაალაგოთ. არა, მე ცოცხი დაქანდაზე რა თქმა უნდა, ანუ მენეჯერი ვარ, მე მენეჯერი. ოფისის მენეჯერი, ხო, ხდება შენი ოფისი, მე რა უნდა დაალაგო, ნაგავში უნდა იჯდე თუ რა გინდა. არ მითხარ რომ ღორივით ახლა შენც იქ ნაგავში უნდა იჯდე, როგორც ინა თანამშრომელი. ანუ შენც ეგეთი ღორივით ბინძური და ის ხო არ იქნება, ახლა უნდა დაალაგო, სადაც იქნები, ხო? ბატონო გიორგი, ცოტა კორექტულად ისაუბრეთ, ხო? კორექტულად კი დაგამტრევ ფეხებს ახლა დროზე გამოაგდი და შენი ოფისი რაც არის დაალაგე და მე ეს საბუთები გადმოლაგე, რაცა საჭირო დროზე. და წინ საცხობი გაიხსნა, მე გადახვალა გადმომიტა ლობინეს. დროზე გამოეთქი. გამოდია სადროზე დაალაგე აქ ნუ მიჭირდეთ. ბებო, მოვედი! ვაიმე, ციაკო, შენ გენაცვალოს, ბებო. ჩემო ლამაზო, ჩემო დახატულო, დატრიალდი ბებოსიო, დავენახე ბებოსიო, ეს ვინ ჩამომივიდა? მარინა! ბებო, გეხვეწები. მარინა, დოდო, მიმიში ბებო. არა, ბებო, გთხოვ, თუ გიყვარვა რა. ისედაც ხმაურს და წიოქს გამოვეკეცი თბილისიდან აქ, მინდა რომ სიმშვიდეში, სიწყნარეში ვიყო და დავისვარო ნორმალურად. გენაცვალოს, ბებო, მომისმინე, რომელ სიმშვიდეში? უბნის მაღაზია ხომ ჩამოიარე? კი? ჩვენ უბასაც ხო ჩამოუქროლე? კი? ხო და მე რომელ დამალვაზე მელაპარაკები? ესე იგი ყველა მიცის. დოდო, შემოდი მე ციაკო უნდა გაგაცნო. შენ გენაცვალოს, ბებო, ჩემო დახატულო, როგორი გალამაზებული ხარ ბე. მადლობა. რას შვები ისე? რაზე? ოჯახის ამბებში როგორ ვართ, ბებო? კარგად. არაპირებ გათხოვებას. არა, ბებო, რა გათხოვება? ჯერ ძალიან ადრეა, არა. ბებო, მომისმინე, შენ თუ ეხლა წონის დაკლებას ელოდები, მაშინ ძალიან დაგიგვიანდება, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ნელა ვიკლებთ, ძვალმსხვილები ვართ და გვიჭირს დაკლება. არა, ბებო. კარგი ბიჭი უნდა გაგირიგო, თასავით, მოზვერივით ბიჭები ყავს. აბა, ისეთი კარგი თაობა აქ რო რა ვიცი. არა, ბებო, არა, რა თმინდა, სოფლელი ბიჭები, კაცო, და ისე გახტო მომჭირდება? ბებო, მოდი აქ. რატო არ გინდა გათხოვება? როგორი ლამაზი თვალები გაქვს, ლამაზი კისერი, ლამაზი მხრები, ფეხი, წვრილი წელი. ბებო, ერთი კარგი ბიჭი უნდა გაგირიგო. აბა, მეწყინა, მაგრამ რა ხდება? არაფერი, ბებო. 2, 3, 4. რა ხდება? დედა არ მჯერა, გალო, რამხელა გაზრდილა, ციაკო, ადექიდე. მოდი ნინა, მოდი. გამარჯობა. დედა რა კაი ფერხორციანი გოგოა, დატრიალდი დედიკო. დატრიალდი, ბებო, დატრიალდი. რატო? აი გოგო, აბა კვილები მაჩვენე დედა. რატომი ძალიან დედა? ნუ, ბებო. რა შენი კვილები კაია. ადექი, ხალო, რო გეუბნები, ადექ თეძო მაჩვენე. ბარძაყი. ბებო, რა ხდება? კაი გოგო ხარ, დედა, ცოტა menji აქვს ვიწრო ბავშვის გაჩენა მე გარაფერი არ არის, კაცო. რატო? აი, აბა ეხლა მოეწონება ჩემ ბიჭს ნუნუ, ზუსტად ვიცი. კაი, წავიყვან მოკლედ და ბერტი თუ გამოგიდგება მოგიბრუნებ მე. ერთი წავი, ქალბატონო რა, ჯერ რას ნიშნავს აი ეს რანაირად გამსინჯეთ საერთოდ და მე კიდე ვინ ბრძანდებით თქვენ ძალიან მაინტერესებს. ტონი აქვს დასარეგულირებელი. მაგრამ მივხედავთ მაგას. პატარაა ჯერ. კაი, ტონს დავარეგულირებთ. კაი, ესე იგი რას ვიზამ ახლა ნუნუ მე. წავიყვან ყოველ დილით ცხელთონის პურზე რომ გადაუსავ ამ ღორისკო. გიყვარს და ღორისკო? აი მე რა ღობებო. ღორისკოს ამოუსებ ლოყებს ლამაზად რომ დაუწითლდება ლოყები, იტყვიან აი ეს თამროს რარძალი მოუყვანია. არ უნდა ღორისკო მერე სიარულისას
ეს თეძოები ბორბალივით რო დაიწყებს მოძრაობას, მთელი სოფელი გაგიჟდება. რა რძალი ყავს თამროსო? ერთი წამი, კაცო, რა ბორბალი და ჩემი ბიჭისთვის, დედიკო. რა თეძოები ბორბალივით, რეებს ლაპარაკობთ, ქალბატონო, თქვენ ადამიანზეა საუბარი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ვერ გავიგ. ერთი ძალიან მაინტერესებს რა, აი ამ ქალისნაირები ბევრნი არიან აქ სოფელში, ცოტა მეშინია ბებო. დამშვიდი ბებო და ენას. ისიგეშილია გოგონა. ბებო, გთხოვ, მეშინია. ისიგეშილია ბებო. 3, 2 და 1. მოდი მამიკო გენაცვალოს. მოდი мама. მოდი დადექშულო აქ. აბა ხალი მანახეთ. ხალი რა? მოდი შვილო. დაინახე. შენ გენაცვალი. აი მამიკო. ზუსტად ასეთი ხალი უნდა შევარჩიოთ. მამი, ხალი როდის არის იცი ყველაზე მაგარი? ლოგინის 70%-ს რო გაგივსებს. მამა, მარა ეს ახლა რა არის? 60% შეავსოს მაქსიმუმ, მარა შენ არ გეიბრანჭე მამა, ხუთი გადაეწინას კი გეისწორე მამა. შენ არ ინერვიულო, დამაცადე გადაეწინე. შენ არ ინერვიულო, მამიკო. ამას საჭმელებს ვაჭმევ, იქ კორმი იქნება, ჩაფუშნული სემინდი ეს. ამას მოვამატებ სტანდარტს გავხდი, მამა, შენ არ ინერვიულო. აზო რა რიგი დაიკავე ახლა შენამდე მე მოვედი აქ. ო, მოსულა ეს. და ჩემ უკაცქო გეუბნები. მე ხალო სიტყვას რო ვიტყვი, ბორსო ვიტყვი, რასაც ვიტყვი, მე იმ სიტყვას არ გადავალ. მამიკო, გახსო შენ რო გითხარი სიმის ლარზე ნაკლებად არ გავყიდითქო შემოდგომას, გავყიდე მამა, ხო არ გავყიდე? ყურძეს ორ ლარზე ნაკლებად არ გავყიდითქო, ხო არ გავყიდე ორ ლარზე ნაკლებად, მამიკო? ხო, რო გითხარი, ამ ხარ შემოგიწვენ დღესე მამათქო, შემოგიწვენ. რა ქვია, შეუწე, კაცო, იქნება მე მინდა, ჩემ რიცხვ შეუწე. რა ქვია, გოგო, შეგინა, ბორში მე ვიყარე. მე მინდა და მე ვიყარე, შეძიადრე. თოლებში შეყედე, მე ვარ მოსული, მე უნდა შევაფასო. ერთი წამი, მე აქ უდგავა, რას ქვია, შემოუწვენ, შევუწვენ. და რა უყურე? რა, მე არ მინდა კი შეძიადრე. ახალი ნასკები სპეციალურად შეიცვა ბორშმა. სამის ნასკები, მე რიგი დაიკავე ხო? რას ქვია რიგი დავიკავ? მამა შენ არ ინერვიულო, მამა გენა. არ ჩაერიო. მოიცა, ანუ ვერ მხედ ერთი წამი რა. ერთი წამით ვერ გავიგე ახლა აქ რა ხდება ვერ. ო, ტონი ძალიან არ მომწონს. მე ადამიანი ვარ, ხვდებით, მე ქალი ვარ აქ. უი, მე დედა ქალის ტვინით ხამ შეჭამაო, შვილო, შენ ვინ რას გეკითხება, გეხვეწები ერთ წამი. მამიკო, გეხვეწები კისერში უწია მიდი. რას გასაკეთებ? მინდა კაცო, მამიკო, გეხვეწები. შვილო, ენახე ანეთარი, წკმუტუნი თუ დაიწყე, ესე იგი უჯიშო ხარ, არ გამომადგები, ერთი წამი მაცადე შვილო. გამიგე პირი მოდი ახლა, პირი გამიღე გოგო ხახამაჩე. ხა, ვსიო, ეგარი. გასაკეთებ, თქვენ ნორმალურად. ო, შავი თუ გაქვს ხახა, ესე იგი ის არის, რა ქვია, ავიხარ და აუცორს არ მოვაყვანიებ ჩემ ზურიკოს, იმიტომ რომ ნობიერი ბოიში მყავს. შავი რატო უნდა მქონდეს? ხახა გამარკვიეთ. არა, შავი კაი გოგოა ძალიან, გადით იქეთ თქვენ. გადით. აბა, მამიკო. აი მე რაც უდად მიყურებს. მამა. მამიკო. ვაიმე, არ დაეცე, შვილო, გამოდი აქ. ნასკები გეწორ შვილო. მასე, მამა გენაცვა. მოკლედ, მომისმენთ ერთი წუთი, არ მაინტერესებს არც ეს ბიჭი, არც თქვენი ბიჭი, არც არავინ. მე აქ ქალი ვარ და ცოტა დამაფასეთ, გასაგებია? ქალი ვარ, ქალი. არ დამიწყო ახლა ამ გენდერულ რაღაცა გენდერული თისეურო თანასწორობაო თუ რაღაცაო მაგაზე რო ლაპარაკობენ. მაგას ამბობენ გარეთ საზოგადოებაში, თორე სახლში და ოჯახში დაიმახსოვრე კაცი არის უფროსი და შენ ცოლი ხარ მონა. რატო უნდა ვიყო? გამიშვი ბიჭო. გადი ბიჭო შენ იქე. აჩიკო. ჯერადრი. ანუ მგონია რომ როგორც პირუტყვს ისე მაფასებთ, ხვდებით საერთოდ? ანუ მართლა ეგრე მგონია? შენ ახლა შორს ხედველი ხარ თუ ახლოს ხედველი, ეგ მაინტერესებს. რა შუაში რაღაცა. რა მნიშვნელობა აქვს მაგას საერთოდ? აქ ალბათ და მითხარი აბაშვილო. ანუ ახლოს უფრო კარგად ხედავ, შორს ვერ ხედავ. წევედი ზურიკოს სახლში ბრაკია. არ გამოგვადგება ახლა, გეხვეწები, წამოდი რა. წამოდი შვილო ახლა, ქალი რომელიც მამა დილას ადგება, ყანის ბოლოზე გადმოვა და ასე რომ ეიშტილავს და ნახიც გახედავს. თავის ძროხას რო ვერ გაარჩევს, სხვისი ძროხისგან რა თმინდა მაგნაირი ქალი მე სახლში. ბრაკი არის შვილო, წამოდი. წამოდი. ეს მინდა. ეს მინდა, რას ნიშნავს? ნიჭი რა? გინდა და ახალი ნასკებიც შეიცვი, მაგრამ არ გამოგვადგება არაფერში გაგაცნო. ნათია ჩემი კლასელი, კაი ფორმაში არის შვილო და გამოგადგება ის. აი, მამა, დიდი არის, უფროსი არის. წამოდი, ბეჭო, უფროსი, რა შუაშია? თავის ძროხას მაინც ხვდება სახლში და იცის ვინ არის და რა არის და. მართალ გეუბნები. ხელები გამოწია შვილო ასე. წად გამიშ. ე პატარა ხელები აქვს, ცურსაც, ძროხასაც ვერ მოწველი შვილო. რა ქიქცდება მამა. წამოდი, ნათიასთან შენ გაკეიფებ. წამოდი აი მე როგორ ვიყურებს ბებო? მოკლედ, ყველა ესეთია, ძალიან მეშინია. რადგან კონკურენტი აღარ მყავს, ყველა ჩამოვიშორე, მოდი შევთანხმდეთ ახლა. ესე იგი, მენჯი ვიწრო აქ გოგოს საკეისრო დაჭირდება. ვინ თქვა? ტონი ძალიან დასარეგულირებელი აქვს. სახეზე რაღაცა თბილისური იერიც აქვს.
ხო, მოკლედ, არც შენი, ორ ძროხას მოგცე. ბატონო? ესეც შინაურობაში ნუნუ, თორე ეს გოგო ერთ უშობელზე მეტი არ ღირს. თამრიკო. ძანაც ნუ გააკეთე ხლა შენ. იქ შენი ბანდარა აწიე და შენ ხბოშვილთან ერთად გაეთრიე საერთოდ. აი, ნუნუ, დაწყნარდი, არ გვინდა ეს შეურაცხყოფა, ორი უშობელი. გაეთრიე. სამი უშობელი და ერთი კაი საყანე მიწა. სამი უშობელი და ერთი საყანე მიწაო. გაეთრიე და დროზე. უჯიშოები. ნაკჩება სახში გაუთხოვარი. შენი უშობელი. ხაო, გაუთხოვარი და საფრთხელებით არის. გაეთრიეთ. ბებო, აქ როგორ ცხოვრობ, უნდა წაგიყვანო თბილისში. და როგორ დავახვევინე? ბებო მაგარია შვილო. ისე ცია. მოდი ბებო. მართლა ერთი 20 კილო რო დაიკლო. აი გოგო. იცი რატო ბებო? ნახე, მუხლი, თითქოს შეშუპებულია ეს მაყლებით და ხახო. მე კი გამოგიკებსავ, მაგრამ იხეხება. ბებო, რატომ ელაპარაკე ამ ბებო? 20 კილო და აი გოგო. ბებო, არ მჭირდება -20 კილო. კი, აბა წამოდი ბებო მკვერცხი მოგიხარშო, ცილებიო. არ მინდა რა არის შვილო რა? რა არის? მამი და შენის გენეტიკაზე ხარ. მე რატო? გავაღე შეჩემო. ბიჭო, მიდი მინა ეს კი არა, ძმაო, შვეიცარიის ბანკი მას გატეხილი. და ეგ ისე მქონდა მინა შვეიცარიის ბანკი მას გაგებული ეს რა არის შეჩემო. უთები სად არის ბიჭო? დავაი ბიჭო. დავაი გაქექით ყველაფერი სიო. დატრიალდი. დავაი ყველაფერი. ფასიანი რაც არის ყველაფერი დავითვალე. დაიგე. დავაი იტრიალეთ სიმო. დავაი ესე. დავაი მამეთ. ხოჯმა. მიდი რა შენ ატასაზე დადეკ თუ რაღაცა ეგრევე დაიყვირე იქიდან. მას არ მინდა ძმა. მიდი. მამედას ატასებს ისტორია შემოინახავ ძმა რო იცოდეს მინდა. თუ არ შემოინახავს მე ვიჩალიჭებ და პაშტაფურცელს დავიღებ და დავწერ მამედას 1000 გმირობა ძმა. იმენა აზერი ლეონტი მშრომელი ვარ ძმა. რა მშრომელი? როველი ბიჭო რა მშრომელი? მე რეაშრომობ და კაცი 1000 რაღაცა აქ დაწერილი. წადი რა მამე ძმა, წადი რა დადექი, მართლა დადექი, წადი რა. ვინ ხართ ბიჭო თქვენ? მივხედა მე ჩემს კატასაზე პროფესიონალი ვარ ძმა. ესე იგი ამა საიდან ის ბიჭო ამდენი რაღაცა? 56, ესე იგი სიგარეტის 5 არის. აქეთ მაკარონი იქნება. თოლა რა საკეთებ? რა საკეთებ? ეჩემა რა საკეთებ? რა? აღწერას ვაკეთებ, ასკარ რას უნდა ვაკეთებ? ესე იგი რა აღწერა ბიჭო, ეგ იყო ფარულად, რომ ვითომ აღწერაზე შემოვედით, ბიჭო. მართლა აღწერას აკეთებ ბიჭო? აი ხა და ტელეპროდუქცია დავითვალედო. რა დააგდეთ მოცელი და საქმე მიყიდე საქმეს ბიჭო. ეხვეწები მაშინ თხილიანი შოკოლადი. ჩემი ვისთან ერთად წამოვედი საქმეს. კი არა, თხილიანი შოკოლადი მაპონინე მეთქი გუეჭველი თუ არ შევჭამი იმენად სუდად ხდები შეძბობას ფიცავ. ბიჭო რა თხილიანი შოკოლადი? რა თქინა თხილიანი შოკოლადი? შენ ვაფშე ტკბილი უნდა შევჭამო უეჭველი, თორე მე შაქა დიაბეტის შეტევა შეიძლება დამემართოს და კაროჩი ხარ კიდე შეტევა მინდა. აუ ეს თხილიანი სად იქნება ბიჭო აქეთ ეს ჩიფსები აქეთის კაფე. მოიცა ბიჭო, შენ შაქარი კი არა, ასთმა არა გაქვს? ბიჭო, ასთმა გაქვს შენ, ბიჭო? ასთმაც მაქვს, კაროჩი შაქარი მაქვს, წყლული მაქვს, კუჭა და ფილტვებში კიდე აქვს ცოტა. ვიხჩობა ჩემი, რა ვისთან წამოვედი საქმეზე? ის არა გაქვს რომ ჩაისხა ბიჭო? ვაიმე თამროდა მეხვა. ვახ ბიჭო. ჩამოჯექი რა, ჩამოჯექი. შენ ბიჭო ყواره რევზე რა საქმეზე ვარ და ხალხი რანაირად შემო. ო ბაზარი არ არის, ეხლა ვფიქრობდი ჩემთვის იქ რო ვიდექი 1000-ზე, მეთქი ეხლა ამათმა რო ეს ყველაფერი აიღონ და მარტო რო დატყნენ მაგარი იქნებიან თქო და კაკრას მაგ ფიქრებში შემოვედი სიმოყვარე. ხო და ეგ შენი ფიქრები ქონდეს და შეინახე შენთვის ბიჭო, შენ ხარ უკვე. შენ ისე მესაუბრები. მოიცა ბიჭო, რა დროს ეგ არის ბიჭო, წადი 1000-ზე დადი. და ვისაც კინა იმას შეუნახე ბიჭო. მამე წადი 1000-ზე დადი. 1000-ზე სადაც მინა იქ დავდგები ჩემ. აუ ბიჭო, ისანდაზა ხო იცი ამას მე მგონი ეგ არის მე რა, ეგ არის. ეგრეა კოკასა შიგა რაც აქვს უკინა გადმოდინების მაგაზე მესაუბრები. ხო, მამე დადი მიხედე. წადი რა 1000-ზე დადი. მამედამ რაც იცის და ნერვები არ მომიშალოთ ბიჭო. 1000-ზე ვდგავარ დამაფაცეთ იმო, თუ არა დაგიფაცებ სახეებს ორივეც იმო. დავაი, მამე და ეს ვინ არის, მარა რა გინდა. ამასთან ერთად რატო წამოვედი? ამასთან ერთად რატო წამოვედი? და რატო მაგან გააძვეს საწყობი ძმაო ჩერეს ბიძამის ვიღაცა თუ რაღაცა. ამან გაჭირდა? დავაი საჭმელი მომაც. აუ პანა, ეს რა ვნახე.
всё ამ საწყობში ძმაო ამაზე ღირებული ნივთი არ არსებობს შენ აუ რა უსუნე პროსტა შეზღობას ვიცავარ შენ რა არის ბიჭო თუ შონკაც მაგარ რა უნდა მაგარია ეს რა მაგრა ასწორებს ისი შენ ძმობას ვიცავარ იმენა ამას ტაფაზე ძმაო დაყრი ხო ხდები ცოტა ხახვი ცოტა ნიორი მარილი გემოვნებით იმენა ციყვი ნიორი და კაროჩე იმენა ძმაო კროჩა ძმობას ვიცავარ ნუ ლაპარაკო მოხდა აუჩემ კეთარ ძმაო აუჯი კარი ხას მოდი ერთი კიდე აღარ ბევრი არ შეიძლება აუ კიდე თაბურდა მიხო ბიჭო ეს მოჩიმონ ერთი წამი გამოთელევას კაციმონ რასაკეთებ ბიჭო ვერ არის ტელეფონია ჩარტული არ დებიტი ძმა ყველაფრის აღწერას ვაკეთებ სიმო რა აღწერას აკეთებ შენ ნორმალური ხარ ბიჭო რა გინდა ძმა რო დაგვიჭიროს სიმო ყველაფერი ფაქტები მექნება რა მაქვს მოპარული შეიძლება იქ ზედმეტი რაღაცები შემოგტენოს სიმო და მოსამართლეს ვაჩვენებ ძმა რო აი ესენია ძმა ჩვენი ვაფშე ვიდეო ჩაუწერ შენ ბიჭო მაჩოს ბატონო მოსამართლე ძმა სიმონ ესე იგი სამი კაცი ვარ შემოსული საწყობში მარკეტის დაბლა სართულზე ძმა ვიპარავთ კარტი შუშოკა მაკარონი სიმონ და ხუთი შეკვრა ფახლავასო ფახლავა მაგრა მევაცება ძმა ურა მაგრად მიყვარს მამე წადი რა თუ ძმა ხარ ყველაფერი ფაქტები მექნება ძმა რა ვის ელაპარაკები ბიჭო ჩაუწერე ძმა და აი რო რაღაცა მოსამართლეს ვაჩვენებ სიმონ რა ვინ მოსამართლეს აჩვენებ ბიჭო ეს ვერ არის წადი რა წადი რა 1000-ზე დადექი ბიჭო მივხედავთ რა ჩვენ ამ საქმეს წადი რა ერთსამ დადექი მოიცა აი ამაზე რომელიან დაძამახსენდება იცი 100 მეტრი არ თქვა 100 მეტრი ხოთი კარგი გამგონე უნდაო კაი გაეთრიე ბიჭო შენ ხო არ უბერავ რა ბიჭო განაირად მამე მიქა გადი საქმეზე ვარ ბიჭო შენ ხო არ წადი მიხედე ვინმე არ ჩამოვიდა მამე წადი არა მამე შეერია ეხა შეერია ეს ხო იცი წადი სემპატივის იმენი შეერია პროსა წადი რა ბიჭო ვის თუ ვერ ვისწავლე ჭკუა ვისთან ერთად წამოხვიდი საქმეზე მართლა ეს შეერია და ის კიდე მამე და დამანებეთ რა თავი რა ვაფშე რა წამოვიღებ ძმაო ამას წამოვიღებ კაროჩე ძმა ფული არ არის ფული ხო მინდოდა ფული არ არის არ არის ძმაო ეს თუ შონკა იცი რა ფასი აქვს ბიჭო აი ეხოწები სუჭამაზე ნუ ფიქრობ შენ კიდე ბიჭო რა იყო შენ ძმობას ვიცავ რა გინდა ძმაო აბა მაღაზიაში ვარ და საჭმელიც არ ჭამო მაგიზე და ეგ მაინც არის ხო ფასო შენ ბიჭო რა სუჭამაზე უნდა ფიქრობდე კიდე რა არის ვერ გავიგეთო ამასაც წავ რა ტისა და ხარ თუ ვინიპუხა ხარ თუ ვინა ხარ შენ ბიჭო რეებს მებაზრები რა ვინიპუხა ასე აბა სუჭამაზე ფიქრობ მევასება და მინდა დავჭამერე რა შეიძლება მოჭამდელობა არ მიწყოს საჭმელი აუ ისევ გაჭედავს ეხა ეს ფულში შეისხი მარჯვენა ჯიბეშია ბიჭო აი მე თავრუმე ხოვა ბიჭო მაგრამ იმიტომ რომ უჭმელი ვარ შენ ძმობას ვიცავარ ეს აუ კაროჩე ბიჭო ეხლა ზემოთ რო ვიყავი მაგარი კაროჩე რაღაცა მოვიფიქრე ანდაზის პონტის სიმო მამე და არ ეხა ხოთქი 111 აღარ გვინდა ვიცით რომ იცი გეხვეწე ვიცი არა მაგარი გავაძრე რა კაროჩე აუ მაგრად მევაცება ჩემი თავი კაროჩე ჩემი თავი და ბიძა ჩემის ნახი ხვარი მევაცება იმენა ცაცაულად სიმო და ეხლა გეტყვი ხამს მოყარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდათ გული მიცეს გულისათვის სიყვარული გზად და ძმა აუ რა კარგად დაიწყე თავიდან იმენა ბოლოში რა ქნა გაძოვე ოჩაგ შენ ბიჭო რა გინდა რა ბოლოში გავძოვე რატო მეურე მამე გადი ბიჭო მიხედე რა მინდა და დაგვიჭერე რა დაგიჭე ვითაჭო ჩუმა ბიჭო წადი ბიჭო მასჭებია ბიჭო ვინ არის ეცი მე ნიციერი კაცი ვარ ძმა გაიგე მამი შენი მენა ჩუმად რა ჩუმად შეიძლება სიმონ იმენ არაფერი თქვენ არ გინდა ხო შენი დავაი ბიჭო კაროჩ ეს მომაკ ეს გავამზადე აუ მაკარონი გაიჭიტა მაკარონი მაგრად მევასება იმენა ყველთან ერთად ჩემგან ძმაო ციციბურა და ციციბურა რა იყო ის ხავარ დიეტაზე თუ რაჯა ციციბურა კი არა ზუსტად მაგმის სამართია ბატონო და პატრული გელოდებით სიმონ კი გელოდებით ძმა მიდი სიმონ ვის ელოდები შეჭი ბიჭო ზემოთ ეხლა რო ავედი 1000-ზე კავშირი ხალი იყო შემოსული რაღაცებს იპარავდა კავშირი და პატრულს დაურეკე რა წყარის წინ კბილი წინ ძმა ხო იცი შეულებია შენ ბიჭო შენ რა პატრულში დარეკე დაგვიჭერე შეჭი მამა ვის დაიჭერე ბიჭო მე გამოვიძახე პატრული მე რა შევდა ბიჭო სულუკი ვიხარ და ნუ მოძახარ მე დაურეკე მე შენ რო დარეკე ჩვენ აღარ ვიპარავ ძმა არ დაგვიჭერენ ახლა რომ მოლეჭი აბა მეც ინფორმაცია ძმა რომ ვიღაცა ხალი იპარავს მე რა ვიცი მე რა წემი იმენა ეს სულენია ძმა ოპა მოვიდნენ ჩემი კარგი დაგვერხა ბიჭო დაგირხა ბიჭო რატო დაგირხა ოპა წავედი დავაი ვასკამეკეცი კაროჩე ეს თუ შონკა და მაკარონები უერჭველი მომაქვს ძმაო სამუდამო რომ მომცენეს მაკარონები ხელოსანი ვარ ძმაო შენ ძმო აუ ეს არ დიდი დაითექცე ხო სიმონ მე წავრეკე ბიჭო მე ხელოსანი ვარ კარები ძმაო გამანებე თავი გადი რა ხალხში სადარიეს ამაზია ნათქვამი გლახასა თუნდა ბოსტანი გადააბრუნე ნიო ძმა და მაგის კარგი იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345.
მარტივი 45.